ხარისხი მთელი მაჩვენებლით. ასე ქვია გაკვეთილს. და რაიმე არ იცხვი n ხარისხში, ეს ნიშნავს, რომ არ იცხვი არის გამრავლებული თავის თავზე n-ჯერ. ესე ჩანაწერი ესე კეთდება. თვითონ არ იცხვს, ქვია ფუძე, ხოლო n-ს ქვია ხარისხის მაჩვენებელი. ეხლა ნახოთ ხარისხის შემდეგი თვისებები. ერთნაირ ფუძიანი ორი რიცხვი, ერთი n ხარისში, მეორე n ხარისში, რო გავამრავლოთ ერთმანეთზე. ფუძე გადადის, ესე იწერება უცვლელი და ხარისხის მაჩვენებლები იკრიბება n plus m, აქ n plus m უნდა იყოს და არა b. ხომ? ეხლა a ხარისხად n, b ხარისხად n. ხომ? აი აქ a და b მრავლდება ერთმანეთზე და ერთნაირი ხარისხის მაჩვენებლები ვინაიდან აქვთ, ეს ერთნაირი ხარისხის მაჩვენებელი იწერება ფრჩხილებს გარეთ. შემდეგ, თუ კი შეფარდება a n ხარისხად, მაშინ ხარისხის მაჩვენებლები აკლდება ერთმანეთს. n-ს minus m. არის ეს ფუძე იგივეა, ესე იგი და n minus m ხარისხად. და თუ გვაქვს ახლა a-n შეფარდებული b-ნთან, ნუ ეს ხარისხის მაჩვენებელი აქაც გადის ფრჩხილებს გარეთ. თუ გვაქვს ახლა ხარისხი a რიცხვი n ხარისხად და აყვანილი კიდევ m ხარისხში, მაშინ ხარისხის მაჩვენებლები მრავლდება ერთმანეთზე. ეს ფუძე გადადის უცვლელი და ხარისხის მაჩვენებლები მრავლდება n m-ზე. ეხლა აი ამ თვისებებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ a ერთ ხარისხად იგივე არის ერთხელ აღებული. a ხარისხად 0 რისი ტოლია. ეს იგივეა, რაც a ხარისხად n-ს გამოვაკლოთ n. ანუ e შეგვიძლია ესე ჩავწეროთ, a ხარისხად n შეფარდებული a ხარისხად n-თან. ო, ეს ხო არის, n-ს გამოვაკლოთ n, a ხარისხად n-ს minus n. და ეს ხომ 0-ია n-ს minus n. ესე იგი a ხარისხად n შეფარდებული a ხარისხად n-თან. ეს შეფარდება კი ერთის ტოლია. ამრიგად ნებისმიერი რიცხვი 0 ხარისხში ერთის ტოლია. ეხლა რას ნიშნავს უარყოფითი ხარისხი? მაგალითად, რაიმე a რიცხვი minus 1 ხარისხად. ეს არის a რიცხვის შებრუნებული რიცხვი. ესე იგი, minus 1 ხარისხში ავიყვანოთ რიცხვი, ეს ნიშნავს, რომ ჩავწეროთ ამ რიცხვის შებრუნებული. რიცხვის შებრუნებული რომ იყო 1 უნდა გაყო ამ რიცხვზე. ესე იგი, a minus 7 ხარისხად იქნება a შებრუნებული 1 მეაედი აყვანილი 7 ხარისხში. ანუ 1 შეფარდებული a ხარისხად 7, უკვე დადებითი 7. და ზოგადად a minus n ხარისხად არის 1 შეფარდებული a ხარისხად n. ხო, კარგით. შემდეგ არის რიცხვის სტანდარტული სახე. ნუ, რას ნიშნავს რიცხვის სტანდარტული სახით ჩაწერა? რიცხვი ნებისმიერ რიცხვი შეგვიძლია ესეთი სახით ჩავწეროთ. a გამრავლებული 10 n ხარისხში. სადაც a რიცხვი არის 1-სა და 10 შორის. ერთის ტოლი შეიძლება იყოს, 10-ის ტოლი არა, ესე იგი 1-დან 10-მდე. რაიმე რიცხვი არის, ხო? ხოლო n თვითონ თავისუფლებას ხარისხის მაჩვენებელი ეკუთვნის ნატურალურ რიცხვთა სიმრავლეს. თვითონ n-ს აი ამ ხარისხის მაჩვენებელს ქვია მოცემული რიცხვის რიგი. აი მაგალითად ჩავწეროთ აი ხედავთ ესეთი რიცხვი 291 და 10 0 მიწერილი. ხო, ეს იქნება 12 0, ესე იგი 1 2 3 და 10 13 ციფრიანი რიცხვია, ეს არის 2 ტრილიონ 810 მილიარდი, ხო? ეს რიცხვი ესეთნაირად იწერება, შეხედეთ. ესე იგი პირველი რიცხვი ეს a რიცხვი უნდა იყოს 1-დან 10-მდე. ნუ ესეთი რიცხვი არის 2 აქ, ხო? მძიმეს აი აქ დავსვავთ 2-თან, 2 მთელი და 91 და 10 მე რამდენი ხარისხად? ეს ნოლების რაოდენობა ხო 10-ია. და აი 2-ის მერე არის 2 რიცხვი, 2 ციფრი, 8 და 1, 2 ციფრი და მერე 10 0. ესე იგი 2 და 10 არის 12. ესე იგი 2 და 91, 10 მე 12 ხარისხად. ესე ჩაიწერება სტანდარტული სახით ეს რიცხვი. თუ ახლა პირიქით გვაქვს ესეთი რაღაც 0 და 10 ჯერ 0 და შემდეგ 318, ხო? თქვათ ესეთი რიცხვია. ეს ძალიან პატარა რიცხვია. და ეს არის 318 შეფარდებული 10 უნდა ავიყვანოთ რამდენ ხარისხად? ეს 10 არის, ხო? და აი 3 გადადის 10 ხო 318 რო გაყოთ ეს წელადად რო ჩაწეროთ, ხო? 318 უნდა გაყოთ 10 მე-13 ხარისხად, მაგრამ სტანდარტული სახით აი ესე ჩაიწერება. 3.8, ესე იგი მძიმე აი აქ უნდა დავსვათ და რამდენ ციფრზე გადადის მძიმე? 10 ციფრზე, ნოლებზე, ხო და კიდევ ერთზე. 10 ციფრი ნოლები და კიდევ ერთი, ანუ 11 ციფრზე. 10 - 11 ხარისხად. 3.18, 10
-11 ხარისხად. ეს იქნება ამ რიცხვის სტანდარტული ჩაწერა. ეხლა აქ მოცემულია რამოდენიმე მაგალითი საშინაო დავალებიდან. აი -2 ხარისხად 6, ვინაიდან ლუწი ხარისხია, ეს ლუწი ხარისხის მაჩვენებელი მინუს ნიშანს აკრობს და გვაქვს იგივე ეს 2 ხარისხად 6 და ანუ +64. და თუ ესეთი ჩანაწერია -2, ესე იგი და ეს -2 ფრჩხილებში არ არის, მაშინ 6 არ ვრცელდება უკვე ამ მინუსზე. არამედ მხოლოდ 2 არის 6 ხარისხად დაყენილი და არა ეს მინუსი, ხომ? აი ეს ჩანაწერი სრულად რო ჩავწეროთ, აი ესე იწერება -1 გამრავლებული 2 6 ხარისხად. აი ეს -1 წერია აქ ამის წინ, -1 გამრავლებული. უბრალოდ ერთს არ წერენ ხოლმე ამ -1-ს, ხომ? ეს ჩანაწერი შეიძლება ესე წარმოვადგინოთ. და ვინაიდან 6 ხარისში აყვანილია მხოლოდ 2, 6 2 ხარისხად დავაყენოთ 64 და ეს -1 -1-ად შევა. ამრიგად ეს მინუსი ამის წინ იწერება. ანუ ესე იგი -2 ხარისხად 6 არის -64. ახლა აქ ჩვენ გვაქვს -2 მე-6 ხარისხად, -2 მე-6 ხარისხად იგივე 2 მე-6 ხარისხია და წინ მინუსი, აი ეს მინუსი, ამას გაამინუსებს და -64-ია. ნუ -2 აქ მე-7 ხარისხად, კენტი ხარისხი რახან არის? კენტ ხარისში აყვანილი უარყოფითი რიცხვი არის უარყოფითი რიცხვი -128, -2 მე-7 ანუ -128 და -2 აქ ფრჩხილების გარეშე 7 ხარისხად მაინც -128, აქ არაფერს თulis ეს. და მინუსი წინ თუ მინუს დაუწერთ ამ -128-ს ხადი ეს პლუსად გადაიქცევა. იქნება +128. აი მინუსი -2 მე-7 იქნება 2 მე-7 და არის 128. ეხლა 4 ხარისხად -5 ეს არის 1 შეფარდებული 4-თან ხარისხად 5. 7 -8 ხარისხად არის 1 მე-7, ნუ აქ 7 8 ხარისხად არის ნიშნულში როგორც ხედავთ. 3 -1 -4 ხარისხად იქნება 1 შეფარდებული 3 მე-4 ხარისხად. ნუ 1/3 რო აიყვანო, 1/3 რო წარმოვადგინოთ ხარისხის სახით, 3-ის მე რამდენი ხარისხი უნდა იყოს, ეს -1 ხარისხია, ხო? 1/53, 253 -1 ხარისხი. 1 მიასედი არის ეს არის 1/10-ის კვადრატში, ანუ 10 -2 ხარისხად. აი ესეთი რაღაცა. 0.0004 4 მე-10,000-ი, 4 მე-10,000-ი არის 4 10 -4 ხარისხად. შემდეგი მაგალითი როგორც ხედავთ აქ -2/3 -1 ხარისხად ეს -1 აქ 2/3 შეაბრუნებს უბრალოდ ცხადი არ მინუს ნიშანი დარჩება და იქნება -3/2. აქ 0.1 მინუსით არის და -3 ხარისხად კენტი ხარისხი ამ მინუს არაფერს არ უშვება, მინუსი დარჩება მინუსად 1/3 -3 ხარისხად და ახან ხარისხის მაჩვენებელი მინუსია 1/3 უნდა შევატრიალოთ. 1/3 შებრუნებული არის 10. ეს იქნება -10 ხარისხად, ანუ -1000. 9-ჯერ 5 -1 ხარისხად. -3 5 -2 ხარისხად. ნუ აქ არის მაგალითი, რომელიც ესე იხსნება, ეს არის 9/5, 5 -1 ხარისხად 1/5-ია, -3 25 და ეს ამას რა ერთმნიშვნელიანებთ, 25 საერთო მნიშვნელია. შემდეგ საერთო მნიშვნელი იყოფა ჯერ პირველი წელადის მნიშვნელზე, 5-ზე არის 5 და 5 ჯერ 9 არის 45. შემდეგ საერთო მნიშვნელი მეორე წელადის მნიშვნელზე იყოფა არის 1 და 1 ჯერ 3 არის 1 და 45-1 არის 42. და 42/25 ეს არის 1 და 17/25. შემდეგი მაგალითი ასეთია, -3 უნდა გავავლოთ 3 -4 ხარისხად. აქ ესე მოვიქცეთ. აქ არის -3, აქ არაფერი არ არის. უბრალოდ -3 გამრავლებული 3 -4 ხარისხად არის 1 შეფარდებული 3 მე-4 ხარისხად. ეხლა 3-ის ხარისხი 1-ია, ანუ ალბათ ეს 1-ს ნიშნავს, ხო? 1-ია. 1 ხარისხია. და რო შევკვეცოთ ეს, აქ დაგრჩება 3-ის მე-3 ხარისხი და აქ კიდე 3 აღარ გვექნება. გვექნება ეს მინუსი დარჩება, რა თქმა უნდა, და -1 შეფარდებული 3-ის მე-3 ხარისხად, ანუ -1/27. და შემდეგ არის 6 და 75 10 -5 ხარისხად, ეს არის 675 შეფარდებული 10 მე-7-სთან, ხო? ესეთი რაღაც იქნება, ხო? იმიტომ ეს 6.75 უნდა გაყო 10 მე-5-ზე, მაგრამ წილად ხო არ დავტოვებთ მრიცხველში, არა? მრიცხველი 100-ზე უნდა გაამრავლო და შესაბამისად მე 100-ზე უნდა გაყო, რომ იგივე რიცხვი დარჩეს და 100-ზე რო გავყოთ, ნუ აქ 10 მე-5 ხარისხი დაემატება კიდე 2 ხარისხი და იქნება 10 მე-7. 10 მე-7. ეს 675 1 და 7 ცალი 0-ია, ესეთი რიცხვია, მე-10 მე-მილიონით.
აქ სტანდარტული სახით უნდა ჩავწეროთ ალბათ, ხედავთ, აქ არის 16.0 არის და კიდევ ერთი რიცხვი, ხო? და 23.9 10 მე-17 ხარისხად, ესე დაიწერება 1 და კიდევ 16.0. აქაც არის 16.0 და კიდევ ერთ რიცხვზე გადადის, აქ 2.14 10 - 17 ხარისხად. ასე არის მოკლედ ეს ჩვენი საშინაო დავალება.